მოკლედ არდადეგები დასრულდა, უმეტესობა დააბრუნდით სამუშაო ადგილებს, თუმცა ტურისტული სეზონი გრძელდება, მოგეხსენებათ მაგალითად აჭარაში, ბათუმში, სადაც ახლა ხავერდოვანი სეზონია და ბათუმი წელსაც საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით ლიდერია. დედაქალაქის შემდეგ. მესამეზეა გუდაური, შემდეგ ბაკურიანი და ყაზბეგი ხუთეული ასე გამოიყურება. ბევრისთვის ბათუმის გარეშე შვებულება წარმოუდგენელია, მათ შორის თქვენთვის და ჩემთვისაც, რადგან ზღვის პირას გატარებული ნებისმიერი დღე სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და ადამიანი, რომელიც ზღვის ხედს ხედავს, რაც ამშვენებს ახლა ჩვენს ეკრანებსაც, თუმცა ბედნიერია, ნაკლებად ღიზიანდება და თავს მშვიდად გრძნობს. ამიტომ მოვიმარაგე ფოტოები ზღვის ხედის და თავი ბედნიერად ვიგრძნო და თქვენც გაგრძნობინოთ. და რა თქმა უნდა, ბევრი მოკითხვა დამაბარეს ბათუმიდან იმედის დილის გუნდის წევრებთან, ჩვენი მაყურებელი მეკითხებოდა ქუჩაში შეხვედრის დროს, როდის დავუბრუნდებით ეთერს და ჩვენს აქ ვართ პირდაპირ ეთერში, როგორც აღნიშნეთ და როგორც გესმით ახლა ბათუმს ჩავხედე თვალებში და ყველა სცენისგან განვიკურნე, როგორც ამ სიმღერაშია სოფო ხალვაში შესრულებით. გოდერძი როგორც ვიცი აჭარის მთებში გაიჭრა, ბოლოს ქეთუნა იმდენი იარა, რომ ზემო აჭარაში ბაუშვიც კი მოანათლინეს. მოგვიყევი ახლა გოდერძის შენი ისტორია, შემდეგ უკვე ქეთუნა მოგვიყება ლეჩხუმის ამბებსაც. კი ბატონო, რახან აჭარით დავიწყე და ნათლობით, უკვე მესამეა ჩემთვის აჭარასთან დანათესავება, ასეთი ნათესაური კავშირი ნათლობა, ეს იყო ქედაში, სოფელი ვარჯანისი იყო ასეთი და სოფელი ოქტომბერი, სადაც მორიგი დანათესავება მოხდა მაღალი მთის აჭარლებთან. მე ისე მიყვარს აჭარა, რომ ალბათ ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, სხვა რეგიონებში ჩემი მეგობრები უკვე იმდენად ეჭვიანებენ ამ თემაზე, რომ აჭარა გიყვარს და ჩვენ არა. სამეგრელოში განსაკუთრებით, ხო და მტკიცება, რომ ეს ასე არ არის. რაც შეეხება შვებულებას, ვიყენებ დიდი სიამოვნებით იმისთვის, რომ შევხვდე ბევრ ადამიანს, მოვაგროვო ბევრი ამბები, რომელსაც მე პერიოდულად გადაცემებში მოვყვებიან სოციალურ ქსელებშიც ვაქვეყნებ და შესაბამისად ეს დრო წელსაც ასე გამოვიყენე. ეს არის ჩემი გადაღებული კადრები, რომელიც სოფელ ვარჯანიშია გადაღებული. აი ასე. კი, და ყველაზე ბედნიერება და სასიამოვნო ის არის, რომ აი ეს ადამიანები სულით ხორცით მასპინძლები არიან და გიმასპინძლდებიან ადგილობრივი პროდუქტებით და ადგილობრივი გასტრონომით. წარმოგიდგენია, ეხა აი ამ ხედზე რომ დილით, საღამოს ადამიანებთან ყავას ვსვამდიო დილიდან. კი, ყავას ვსვამდი ამ ფონზე და ეს მაბედნიერებდა და ბევრი ამბავი მოვაგროვე. მე ამიტომ მიყვარს ამ ადამიანებთან ურთიერთობა. სოფელ ფეხით ვიარე. ზოგჯერ არის ეგეთი, ხა თქვენც იცით, ხო? აუ თქვენ აქ რა გინდოდათ და რაღაცა და ვეუბნები ჩვენ ტელევიზორში რო ვჩარვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინმეზე დიდი კი არა ვარ და თუ ვინმე გეუბნებათ რომ ვინმეზე დიდია, ესე იგი გატყუებს ეგ ადამიანები და ამიტომ მაგათთან ნაკლებად ვიურთებ. ესე ჩემი ფოტოა, აქ იყო ჩემი დილა და საღამო და ერთი. ყველა მთის აჭარის მთაში მცხოვრები ადამიანი თავს თვლის მესაზღვრეთ და უნდა რომ აი ამაში რაღაცნაირად წulis დაიტანოს და ერთი საღამოა ასე ამ აივანზე ვსხედვართ მე და მეუღლე და მოდის მასპინძელი და მეუბნება რომ ჩვენო აჭარის მთაში მცხოვრები ადამიანებიო ჩვენ თავსო ქვეყნის მესაზღვრეებად თვლითო და ვინ ჩვენი სტუმარიაო ავტომატურად ისიც მესაზღვრე ხდებაო და მომიტანეს საჩუქრად აი ეს ხე ეთერში როგორ არ მეჩვენებინა ეს არის სასაზღვრო რა თქმა უნდა სიმბოლური საჩუქარია და სასაზღვრო პოლიციის გარდა ამას წინ ჩემი გვარი აწერია და ქართული დროშა. რა მაგარია, შარაშია, კარგია, შენც ხარ მესაზღვრე. კი, ასე რომ შესადიყავი ლეჩხუმში, ხო? ლეჩხუმში სხვათა შორის ვიყავი პირველად. ჩემს მეგრელ მეუღლესთან და შულთან ერთად და ვიტყვი რომ ჩემი 4 წლის შვილისთვის ეს იყო საუკეთესო ზაფხული, როგორცაც შვილისთვის ვინატრებდი და ზოგადად ყველა ბავშვისთვის. ეზოს თამაშებით, არანაირი გაჯეტებით და ტელეფონებით და კომპიუტერით უამრავი
ბავშვით ბუნებასთან კი ნამდვილად და ლაილაში აი ხედავთ კადრებს ნამდვილად საოცარი და ისტორიული სოფელია და აი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭალე ჩხუბში ყველამ რომ კარგად ვიცით ქუთაისიდან რომ დაიწყო დასრულდა სწორედ ლაილაში და მადლობა ლეჩხუმს აი ასეთი მასპინძლობისთვის და ჩაჩხენების ოჯახს და ვინც არ ხართ ლეჩხუმში და კონკრეტულად სოფელ ლაილაში ნამყოფი აუცილებლად ესტუმრეთ. დიახ, ვიდრე სპორტის სიახლეებს დაუთმობდეთ, ერთ-ერთი ფოტო მინდა გაჩვენოთ, მოგეხსენებათ ძველ ბათუმში ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული. მათ შორის ეს კადრიც დოდო აბაშიძის მონაწილეობით, აბა გავიხსენოთ ხო, რომელ ფილმშია ეს კადრი? აბა კადრი გვაჩვენე უცებ. კადრი. აი ეს არის ძველი კადრი 1968 წელს გადაღებული და ეს არის უკვე აი გუშინ გადავიღეთ ეს კადრი და შენგელაიას არაჩვეულებრივი გამოფენა მოგეხსენებათ დოდო აბაშიძის მონაწილეობითაც ეს ცნობილი კადრი ელდა შენგელაია კიდე ქვედასართული იყიდება თურმე საფრთხე. ეს არის აქვე რომ ხუთშაბათს პირად ისტორიებში ელდარ შენგელაიას შესახებ ვისაუბრებთ და აუცილებლად დაეულოთ. მოკლედ ეს ამბავი იმიტომ მოვუყვებით რომ გვეთქვა თქვენთვის რომ ძალიან გვიყვარხართ და თქვენ რომ არა ჩვენს გადაცემას აზრი არ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მაყურებლისთვის. ახლა სპორტის სიახლეების დროა ხო